განმუხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც 8 თვეში უნდა დასრულდეს. განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი. გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა. იგეგმება ღია სცენისა და დეკორატიული ტიპის მოწყობა, განმუხურისა და ანაკლის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს განათების, სარწყავი ქსელის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას. გათვალისწინებულია ბიომრავალფეროვნების დაცვა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ესეთი ტერიტორიების, ესეთი ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების განვითარება მართლაც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თან განმუხურს და ანაკლიას დამატებით კიდევ უდიდესი დატვირთვა აქვს ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ არეალს და ტურისტულ ზონას მივიღებთ. ჩვენ ადგილზე პროექტანტთან ერთად განვიხილეთ ის ზონები, რომელიც მან შემოგთავაზა ესკიზური ეტაპისთვის. მიიღო მან გარკვეული რეკომენდაციები, ასევე გაგვაცნო უახლოესი გეგმები, რის მიხედვითაც უკვე პროექტირების ფაზა გაგრძელდება შემდეგ ეტაპზე.